მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. მინდა რამდენიმე ფრაზა ვთქვა დასაწყისში. აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულია და ყველა დღე არის განსაკუთრებული დღე და ქართული ოცნება რომ მთლიანად აცდენილია ხალხის აზრებს და ხალხის სულისკვეთებას და ხალხის გრძნობებს ვიცი, მაგრამ საუკეთესო დრო არის იმისათვის, რომ გადახედონ თავის შეცდომებს და ამ კვირაში მაინც გამოსცენ ჰუმანური აქტი და გაათავისუფლონ პატიმრები, მათ შორის პოლიტპატიმრები. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რაც შეიძლება არ შესრულდეს და დიდი ალბათობით არ შესრულდება, მაგრამ ახალი, თავისუფალი, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის აუცილებელი. რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებს, რა ვნახეთ? ის რომ უნგრეთის არჩევნები და გამარჯვება არის სამაგალითო, ვნახეთ ის რომ არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, უთანასწორო არის სისტემა თუ არ არის, ბრძოლა უნდა იყოს აქტიური და არ უნდა იყოს ბოიკოტი, უნდა იყოს აუცილებლად ოპტიმიზმის, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად, პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს, პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში. ჩვენ ახლა წარმოგვიდგენია დღეს რომ მაგიარს რომ ეთქვა, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ რა იქნებოდა დღეს უნგრეთში, 16 წლიანი მმართველობა თუ ჰქონდა ორბანს, გაგრძელდებოდა კიდევ 4 წლით ეს მმართველობა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ აი ეს მესიჯები ეჟღერებინა, ადგა 2 წლის განმავლობაში ჩამოიარა ქუჩა-ქუჩა, სოფლებში, დაბებში, დიდ ქალაქებში, მოსახლეობას ელაპარაკა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, მომავალზე, ელაპარაკა იმაზე, რომ ევროკავშირში აუცილებელია მათი არაისეთი სუსტი წევრობა და ტრუასხენობა, როგორც არიან ორბანის პერიოდში, არამედ რაც არის მათი ეროვნული ინტერესებისათვის აუცილებელი. ანუ მადიარსაც ჰქონდა როგორი სისტემა ქვეყანაში, უმძიმესი კონსტიტუცია, სადაც უამრავი ცვლილება შეიტანა ორბანმა და ჭრა და კერა ეს კონსტიტუცია 2011 წლიდან, უმძიმესი საარჩევნო კანონმდებლობა, ვერც შეადარებ ამ რეპრესიულ კანონმდებლობას, რაც აქ არის, ტოტალური კონტროლი აბსოლუტურად მედიაზე. ტოტალური, რადგან თვითონ შექმნა მედიისა და პრესის უწოდა ჩრდილოკორეული ტიპის პროპაგანდის ფონდი ქონდა შექმნილი და აქვს, რაც არის მედიისა და პრესის და მთლიანად აკონტროლებდა ამ სისტემას. ყავდა ქვეყნიდან გაძევებული პირები, დამორჩილებული უამრავი ადამიანები, მათ შორის ოჯახის წევრები, რომლებიც კორუფციაში, ტენდერებში იყვნენ ჩართულები. ანუ ეს ყველაფერი სასამართლო, მიტაცებული ინსტიტუტები, ყველაფერი იყო უნგრეთში და ვნახეთ, რომ აი ამ ყოველდღიურმა ბრძოლამ გამოიტანა შედეგი. ანუ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? 2022 წელს ასევე უნგრულ გაკვეთილებს თუ გავითვალისწინებთ, ოპოზიცია გაერთიანდა და მათ ყავდათ საერთო ლიდერი, რომელიც იყო აი გრიგოლ გეგელია იყენებს ხოლმე ფრაზას უნგრელი დიმიტრი გელოვანი, ანუ ყველანაირად ყველა მონაცემით შემკული ადამიანი, მაგრამ ოპოზიცია დამარცხდა. ამიტომ ვამბობთ, რომ საჭირო არის ოპოზიციის აი ტოტალური ორგანიზება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ პარტიად და ერთ ალიანსად გადაიქცე. აუცილებელია ყველა ამომრჩეველს თავისი არჩევანი ჰქონდეს და აი ამ შემთხვევაში ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს. ალიანსი იყო 2022 წელს, მაგრამ დაამარცხა ორბანმა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ახლა უკვე 2026 წელს, უმძიმესი ცვლილებების ფონზე ვნახეთ, რომ ძალიან დიდ პროცენტიანი სხვაობა დაიდო და ხალხმა ირწმუნა იმის, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. თუ ჩვენ ადამიანებს არ აუხსნით, რომ არჩევნები არის საუკეთესო საშუალება, თუ ჩვენ ადამიანებს არ აუხსნით, რომ თითოეული ხმა არის გადამწყვეტი და აი თქვენ ნახეთ ორბანის ვირეშმაკობა, რაც მან გააკეთა საარჩევნო დღეს, დაიწყო წინასწარ საუბარი ფიდესის ხმებით, რომ ტიშა აყალბებდა არჩევნებს. ანუ რატო დაიწყო? მას იმედი ჰქონდა კიდევ, რომ პატარა იქნებოდა ცვლილება და სხვაობა ხმებს შორის, შემდეგ წავიდოდა ამ საქმეებით სასამართლოში, სასამართლო მიტაცებული ჰქონდა და შემდეგ უკვე გადაიფორმებდა ამ ცვლილებებს შეამცირებდნენ და სხვაობებს, მაგრამ როდესაც უამრავი ადამიანი მოვიდა, იქ უკვე მიხვდა, რომ წაილეკა მთლიანად ეს სიტუაცია და ვეღარაფერს ვეღარ იზამდა. ამიტომ არის საჭირო, რომ
მოქალაქეების ჯარი იდგეს არჩევნების დღეს, რაც უფრო მეტია აქტივობა, მით ნაკლებია შანსი გაყალბების. მაგრამ აი უყურეთ აუცილებელია. კი ბატონო, მადლობა ლანა, მოქალაქეების ჯარი რომ იდგეს, ამ მოქალაქეებს უნდა მოუნდეთ მისვლა არჩევნებზე და უნდა შეიქმნას ეს ჯარი. თუ მუდმივად ესაუბრები რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ ესაუბრები რომ რუსულ სპეცოპერაციაში შედიან, თუ იმაზე ესაუბრები რომ აი ხლა ხვალ ქართული ოცნება ჩააბარებს ცესკოს, ჩააბარებს რა ვიცი, ყველა საუბნოს არჩევნო კომისიას და თვით ლიკვიდაციას გამოუცხადებს საკუთარ თავს და სახში წავლენ და გადმოაბარებენ გამარჯვებას, ეს არ მოხდება. ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი გამოსაყენებელია. ბრძოლა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით, ბრძოლა უნდა იყოს საპროტესტო აქციების მიმართულებით და ყოველდღიური კომუნიკაცია ხალხთან. აი ჩვენ რო ვსაუბრობდით 1000 ლარიან პენსიაზე, რო ვსაუბრობდით მეგაპროექტებზე, სოციალურ დახმარებებზე, გვეუბნებოდ რა დროს ეს არის ქვეყანა გადასარჩენი. გადასარჩენი არიან მოქალაქეები. ქვეყნიდან გადის მოქალაქეები და მხოლოდ სკოლაში შეწყვეტილი აქვს სასწავლო პროცესი ამ წლების განმავლობაში 22,000 ბავშვზე მეც. ანუ წარმოიდგინეთ, ემიგრაციაში არიან წასულები. ეს ხალხი თუ წავიდა ემიგრაციაში და ქვეყანაში არავინ არ დარჩა, ამ შემთხვევაში ბრძოლას როდის ვიწყებთ? დავიწყებ იქიდან, რომ ლელო და შემდეგ უკვე ძლიერი საქართველო ლელო შეიქმნა იმისათვის, რომ ორპოლუსიან ველზე, რაც იყო ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გამოჩენილი იყო რეალური ალტერნატივა. ანუ ჩვენ შევიქმნით და ამ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძლიერი საქართველო ლელო ქვია, აქვს პოლიტიკაში ყოფნის 5-წლიანი გამოცდილება, მაგრამ ხელისუფლებაში არ ყოფილა არასოდეს. ჩვენ გვყავს ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, ისეთი ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა პარტიების ყოფილი ამომრჩევლები, გვაქვს ასევე ძალიან ზრდის შესაძლებლობა იმ ადამიანების ამომრჩევლების მიმართულებით, რომლებსაც არ მოსწონთ დღევანდელი ვითარება, მაგრამ არ მოსწონდათ ასევე წინა ხელისუფლება. მე რატო ვამბობ ამ ყველაფერს? საჭირო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური იდენტობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მხოლოდ რამდენიმე პარტია იყოს, ან ორი პარტია იყოს და ყველა რაღაც გაერთიანებული იყოს ხელოვნურად. ვერანაირად ვერ იქნება ახლა ძლიერი საქართველო ლელო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთი პარტია. მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას კოორდინაციის ძალიან კარგი მაგალითი. მხოლოდ ძლიერი საქართველო ლელო ვერ დაამარცხებს ქართულ ოცნებას. დაამარცხებს ერთიანი ფრონტი და ერთიანი ფრონტი ერთი პარტიით კი არ უნდა იყოს გამოხატული. უნდა იყოს გამოხატული აუცილებლად სხვადასხვა ველზე ბრძოლის ყველა საშუალების გამოყენებით და უნდა იყოს მუშაობა ყველა ადამიანთან, ყველა ამორჩეველთან და მე ის გადაწყვეტს თვითონ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, მაგრამ ალტერნატივა აუცილებლად უნდა იყოს შეთავაზების. უნდა გამოცხადდეს ტოტალური მობილიზება, რა თქმა უნდა, საარჩევნოდ, აუცილებელია, რომ არჩევნები იყოს გამოყენებული ბრძოლის ფორმად, ვიცით, რომ უსამართლო სისტემაა, ვიცით, რომ კორუმპირებულია ხელისუფლება, ვიცით, რომ უსამართლო სასამართლოა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა და უმძიმესი გარემოებებისა, უნგრეთში ვნახეთ სამაგალითო გამარჯვება. აუცილებელია, რომ ეს სამაგალითო გამარჯვება დავდოთ საქართველოში და ხელოვნურ გაერთიანებებს აზრი არ აქვს, იდეური გაერთიანება, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი, მაგრამ იდეური გაერთიანება ვერ იქნება, თუ შენ კომფორტულად ვერ იგრძენი თავი ყველანაირად ერთი პარტიის ან ერთი ქოლგის ქვეშ და რაც შეეხება კოორდინაციას, კოორდინაცია, რა თქმა უნდა იყოს და ერთიანი მობილიზება არჩევნების, როდესაც ჩაინიშნება, ხა ამას ვერავინ ვერ გეტყვით, ჩქარა ჩაინიშნება თუ როდის ჩაინიშნება, ისედაც უკვე თითქმის 2 წელი გადის, ხო, გავა და ჩაინიშნება, როდესაც იქნება. აუცილებელია, რომ ყველანი ვიყოთ გაძლიერებულები. რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, მუდმივად ვართ რეგიონებში, მე თვითონ რამდენიმე თვიანი წყვეტა მქონდა საეთერო და მიმაჩნდა, რომ ეთერებში საერთოდ არ უნდა გამოვჩენილიყავით და ყოფილიყავით რეგიონებში და ჩვენ თითოეულ წევს პოლიტსაბჭოდან, გარდა იმისა, რომ ვაშუქებთ და დავდივართ რეგიონებში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კურატორობა, ყველას გვევალება კონკრეტულ რეგიონებთან ბმა, მათ შორის მეც. და ამიტომაც ჩვენთვის ახლა კამერებით სიარული არ არის მისაღები, სადაც საჭირო არის, რა თქმა უნდა, იმას ვაშუქებთ, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაცია ხალხთან, რა თქმა უნდა, ეს არ შუქდება. პროპაგანდისტულ გზავნილებსაც აქვს თავისი ვადა და ისინიც ცუდება. მაგალითად, უნგრეთში, სადაც გაიტესტა პირველად აი ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა, იქ უკვე
აი მე-16 წელი იყო, ხო და ხალხმა უკვე აღარაფერი აღარ დაიჯერა. ისევ ისეთივე გზავნილები იყო, ისევ მშვიდობის თემა იყო, ისევ манипуляციები, ისევ რაღაც სენსიტიური თემებით სპეკულაციები, მაგრამ აღარ დაიჯერა. აი ხა ქართული ოცნების მთავარი გზავნილები რა იყო? თავიდან გარეჯი საქართველოა და ეს კამპანია მოდიოდა ქართველობას გვაკარგინებენ და ასე შემდეგ. აი ხა დაუსვა შეკითხვა და უკვე ყველამ ნახა ხო საქართველოს მოქალაქეებმა რომ ილხამ ალიევის ჩამოსვლა და ჩვენი ქართული ოცნების წარმომადგენლების ჩასვლა არის ყველაზე ხშირი ხომ აზერბაიჯანში უამრავი შეხვედრა იყო. ამ შეხვედრებზე ოდესმე გაჟღერებულა მედიაც არ დაუშვეს მათ პრესკონფერენციაზე რომ რომელიმე ჟურნალისტი არ დაიშვეს. ანუ მოსახლეობას ვეკითხები თუ აი ეს პროპაგანდა იყო გარეჯი საქართველოა სადმე დაისვა აზერბაიჯანულ მხარესთან, მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრების დროს ეს საკითხი. ანუ ეს თემა კვდება, ამ თემას ვეღარასოდეს ვერ გააცოცხლებენ. დამთავრდა, ეს იყო ის გზავნილი, რომელიც ქართულ ოცნებას ვეღარ უშველის. რაც შეეხება ომის საკითხს, ომის და მშვიდობის თემის გადათამაშებას მუდმივად. ამას აუცილებელია რომ უპასუხოთ რით, რომ გრძელვადიანი მშვიდობა აქვს მაშინ ქვეყანას, როდესაც ყავს ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები. თუ ქვეყნის ხელისუფლება გაკარგვინებს ძლიერ პარტნიორებს, ძლიერ მოკავშირეებს და გამყოფებს იზოლაციურ პოლიტიკაში, იზოლაციონიზმი და ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ, გტოვებს გაშიშულებულს, დაუცველს და რა თქმა უნდა, შენთან მშვიდობა ვერ იქნება. ამიტომაც ყველა მიცოდეთ, რომ საქართველოში მშვიდობის გარანტია არის ჩვენი პარტნიორები, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, რეგიონალური პარტნიორები, ის ქვეყნები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ამ ქვეყანაში დებენ, რა თქმა უნდა, დებენ თავის საუკეთესო დახმარების პაკეტებს და ყველა მიმართულებით, ფინანსური მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით, დეოკუპაციის მიმართულებით, კულტურული მიმართულებით, ხალხთა შორისო ურთიერთობებით მუდამ გვეხმარებიან.